ჩვენი ორგანიზმი დაავადებდეს აი ამ ინფექციური დაავადებებით. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ ინფექციურ დაავადებაზე. ან თუ იცით სხვა ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება ადამიანს გადაეცეს ცხოველიდან. ამის მერე მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ სახლში საკუთარ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით, ხო? რადგან შეიძლება არც გაგვაწვროს, არც გვიკმინოს ცხოველმა, მაგრამ საკმარისი არის ცხოველის ნერწყვი მოგვხვდეს თვალში, ლორწოვან გაზრზე, ან ჭრილობა გქონდეს, ხელი გაშრილი და აი ეს ნერწყვი მოგვხვდეს, რომ თუ ღმერთმა არ ქონას და ცხოველი სოფით არის დაავადებული, მაშინ შეიძლება უკვე ჩვენი ორგანიზმით დაავადდეს. ანუ გული არ უნდა დავიმშვიდოთ, თუ არ გვიკმინა ცხოველმა და მისი ნერწყვი ჩვენ მოხვდა ჭრილობაზე ან ლორწოვან გარსზე, აუცილებელი ამ შემთხვევაშიც მივმართოთ ექიმს. იცით რა დროის განმავლობაში უნდა მივმართოთ? ნახეთ, შეიძლება არაფერი თავიდან და 6 თვის შემდეგაც კი შეიძლება გამომჟღავნდეს, ანუ თქვით, რომ საინკუბაციო პერიოდი არის 2 კვირიდან 1 წლამდე. 6 თვის, 10 თვის მერე შეიძლება გამომჟღავნდეს ადამიანში სოფის დაავადებას. ტახტის მანძილზე ჩვენ შეიძლება სოფით ვიყოთ დაავადებული და ვერ ვიგრძნოთ. და ხოლმე ამიტომ აცრა იმიტომ არის, ანუ აცრა თუ ჩავიტარებ, 3 აცრა არის სავალდებულო აცრა, ხო, მაშინ ჩვენი ორგანიზმი უკვე ცოტა